შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მისმა შეკრებილებს საქართველოს მთავრობის ინიციატივა გააცნო, რომელიც ზუგდიდში ახალი სახელმწიფო კლინიკის მშენებლობას გულისხმობს. ცენტრი თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება და აღიჭურება უახლესი სამედიცინო აპარატურით. უკვე არსებობს პროექტიც კლინიკის მშენებლობა 2013 წლის ბოლოს დასრულდება. ზუგდიდის სახელმწიფო კლინიკა სამედიცინო მომსახურებას გაუწევს არა მარტო ადგილობრივებს, არამედ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც. შეხვედრამდე მინისტრი ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც სოციალურად დაუცველი ლიზი შონია მოინახულა. ახალი პროექტი მოიაზრებს მძლავრი მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობას და ოპერირებას ზუგდიდში. ამ კლინიკის რაოდენობით ვისაუბრებ მაღაზიათებლები, წოდება და განვითარება ძალიან მაღალი საუნდტრის კლინიკის რანგის. მისი მოთვის არეალი იქნება არა მარტო ქალაქის ზუგდიდი, არა მარტო სამეგრელოს რეგიონი, არამედ როგორც ევროსაკით, ასევე ენგურს გადაღვა მცხოვრები ჩვენი დები და ძმები. გაიხსნება მუნიციპალური საავადმყოფო, რომელიც 130 სართულზე იქნება გათვლილი და მოემსახურება არა მარტო ზუგდიდის მოსახლეობას, ასევე აფხაზეთიდან დევნილებს, აფხაზ მეზობლებსაც